საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ორგანიზებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. კონცერტი სიმბოლურად წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სოხუმის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა და კოდის დევნილთა დასახლების კულტურის ცენტრის საესტრადო სტუდიის მოსწავლეებმა მიიღეს. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვების მიერ შესრულებულმა გამორჩეულმა მუსიკალურმა ნომრებმა და საინტერესო პროგრამამ სტუმრად მოწვეული ევროკავშირის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც სტუმრები აღნიშნავდნენ, სცენაზე მართლაც იგრძნობოდა ქართულ-ევროპული მუხტი. როგორც ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვები, ისე ჩვენი აფხაზეთელი ბავშვები ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული სცენაზე იდგნენ და უნღეროდნენ მშვიდობას, უნღეროდნენ სიყვარულს. მხოლოდ სიყვარულით, მხოლოდ გვერდში ერთმანეთის გვერდში დგომით, თანადგომით, სწავლით გავალთ ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ არენაზე, რაზეც ვოცნებობთ, იქნება ეს ევროკავშირი, იქნება მსოფლიოს სხვა დონეზე, თუ არა აქვს მნიშვნელობა, ყველა ბარიერი დაძლეული იქნება, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვეყოლება განათლებული და კულტურული მომავალი თაობა და საზოგადოება. უმასპინძლეთ ჩვენიერ ბავშვებს აღნიშნეთ ევროპის დღეები, როგორც სხვა რეგიონებში და რაიონებში, ისევე ჩვენთან ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება, რისთვისაც მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეულ მოსწავლეს, თითოეულ პედაგოგს, თითოეულ იმ პირს, რომელმაც მიიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენ გვჯერა და გვწამს იმის, რომ ეს კანდიდატის სტატუსი იქნება საფუძველი იმის, რომ მალე გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ წვლილს შევიტანთ ჩვენი კულტურით, ჩვენი ხელოვნებით, ჩვენი მრავალფეროვნებით, იქნებით ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ამ დიდი გაერთიანების. მე პირადად უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემ მასწავლებლებს და მთლიან სამუსიკო სასწავლებელს, რომ შემეძლო ჩემი ყოფილიყავი ამ კონცერტის ნაწილი და კიდევ უღრმეს მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ჩადაწვრილი ამ საქმიანობაში.